მშვიდობით, მოგესალმებით. გრძელდება დილის თვალი. დღე და როგორც ჩვენ დავაანონსეთ, ძალიან ბევრი საინტერესო თემაზე უნდა გესაუბროთ და ერთ-ერთი მათგანი სწორედ აი ეს გახლავთ, რომელსაც ანი დაგვიანაცებს. და რომელზე სასაუბროთ, სტუმარი უკვე შემოგვიერთდა პირდაპირ ეთერში ირაკლი იზორია ფონდის პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის დირექტორი. მოგესალმებით დილო მშვიდობის. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და 2026 წლიდან ჩვენ ახალ წლამდე თქვენი სტუმრობის დროს აღნიშნეთ რომ 2026 წლიდან რაღაცები იცვლება. რაღაცები უკვე შევიდა ძალაში, რაღაცები ჯერ კიდევ პროცესშია. მოდით დავიწყოთ ვიდეო ჯარიმებით, რომლის თანხის ოდენობა, ჯარიმის ოდენობაც იზრდება, არის თუ არა უკვე შესული ძალაში ეს, რამდენი პროცენტით უნდა გაიზარდოს ეს თანხები და რა ინფორმაციას ვფლობთ ამ ეტაპზე ამის შესახებ, დავიწყოთ აქედან. მოიხსენებათ ბოლო პერიოდში გახშირებული საგზაო შემთხვევების შედეგად დადგა საჭიროება, რომ გარკვეული გადახედვა მომხდარიყო პოლიტიკის, ზოგადად საგზაო უსაფრთხოების და ხდება ჯარიმების გამკაცრება. ეს არის პირველი ვიდეო ჯარიმებსაც შეეხება არის სიჩქარის გადაჭარბებაზე. ჩვენ ვიცით, რომ მანამდე იყო 50 ლარი, როცა 15 კმ/სთ-დან 40 კმ/სთ-მდე იყო გადაჭარბება, თუმცა ეხლა ხდება 100 ლარი. და მეორე ნაწილი რაც არის 40 კმ/სთ-დან ზევით, ის იგივე რჩება, ანუ 300 ლარი იყო აქამდე და ეხლა 300 ლარი დარჩა. რაც შეეხება ფეხით მოსიარულეების ნაწილს, აქაც მკაცდება, მანამდე 10 ლარიანი იყო ჯარიმა, ეხლა 50 ლარი ხდება და პლუს ამას დაემატა ის, რომ მანამდე იყოს ბათუმში და თბილისში მხოლოდ 50 ლარიანი ჯარიმები დაწესებული, მაგრამ ეხლა ყველა საქართველოს ქალაქში, სადაც 10 ლარიანი პარკირების ჯარიმა არსებობდა, ყველგან ავტომატურად 50 ლარი იქნება ჯარიმა, შედეგად ფეხით მოსიარულეთა სიკვდილიანობის გაზრდა სახელდება. რაც შეეხება კიდევ ერთ-ერთ ყველაზე ისე ძალიან მნიშვნელოვან საკითხს არის ხმაური დაბინძურების შედეგად ჯარიმის გამკაცრება. ეს არის 100 ლარის ოდენობით. ვიცით, რომ რამდენიმე წლის უკან მოხდა ხმაურის დაბინძურებაზე საზოგადოების მიერ აღსფრთება. ხმაურის დაბინძურება არის ერთ-ერთი ჯანმრთელობის დამაზიანებელი ფაქტორი, რომელიც ფსიქოლოგიურ დაზიანებას იწვევს ადამიანის ჯანმრთელობაში და ევროპულმა ქალაქებმა გადაწყვეტეს, რომ ხმაურის დაბინძურება გააკონტროლა არა მხოლოდ საპატრულო ეკიპაჟები და შესაბამისი კადრებით, არამედ სპეციალური სენსორების დააყენეს ქალაქის ქუჩებში, სადაც ავტომობილები ავტომატურად მოწვდებიან ხმაურზე და ეს იმიტომ, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ თქვა, ხმაურის დაბინძურება არის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების. აქედან გამომდინარე, საქართველოს მიიღო გადაწყვეტილება და ხმაურის დაბინძურების აღსრულება უნდა შევიდეს ძალაში და ეს არის 100 ლარის ოდენობით დაჯარიმება და ვფიქრობ, წინ გადადგმული ნაბიჯია, ამიტომ რომ ყველა ხედავთ ქუჩებში თუ რა ამბავი გვაქვს, მით უმეტეს ღამის საათებში ავტომობილების და ეგრეთ წოდებული სხვადასხვა ორბორგლიანი სატრანსპორტო საშუალებების ხმა ფაქტიურად არ გვაგვიძებს, ან თუ ვიძინებთ, მაშინ დილით გვაგვიძებს და შესაბამისად ეს უნდა იყოს გაკონტროლებული იმ სტანდარტებში, რა სტანდარტიც არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციით და გაეროს რეკომენდაციებით მოცემული. ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის, რაც წინა პერიოდში გადაიდგა ინსპექტორების გამკაცრება. ჩვენ 50 ლარიანი ჯარიმა იყო მანამდე და ისევ მეორე თვესაც 50, მესამე თვესაც 50 და ამის ცვლილებები მოხდა. ეხლა უკვე 150 ლარი ხდება ერთი თვის მერე თუ არ ვიხდით, მაგრამ ამას აქვს თავისი განსაკუთრებული მიმართულება ის, რომ აღსრულების მექანიზმი არ არის თლად ბოლომდე გამართული. გულისხმობ იმას, რომ ადამიანს ეწერება ჯარიმა მხოლოდ ვიდეო კამერებთან, როცა უკვე თანამედროვე სისტემები გულისხმობს იმას, რომ არა მარტო ვიდეო კამერებზე იყოს დამოკიდებული, არამედ სხვადასხვა აღსრულების მექანიზმები გაიზარდოს. იგივე მაგალითად, როცა პატრული აჩერებს ავტომობილს, ავტომატურად როცა შეყავს სანომრე ნომერი ბორტის კომპიუტერზე უგდებს, რომ ეს ამ მანქანას არ აქვს ტექნიკური ინსპექტორება გავლილი, ეს ერთი და მეორე არსებობს ერთიანი ავტომობილების ბაზა ცხრილი სახელმწიფო და შესაბამისად, როცა პერიოდული ტექნიკური ინსპექტორების დრო თავდება, ავტომატურად მეორე დღეს ავტომატურად ეწერება ჯარიმა სისტემურად. და ეს ამან მნიშვნელოვნად ეს რა ვთქვათ, გააუმჯობესა ავტოპარკის სტატისტიკანობის აღრიცხვიანობა, იმიტომ რომ საქართველოში 1,800,000-ზე მეტი მანქანაა რეგისტრირებული, თუმცა აქედან შეიძლება უმეტესობა არა, მაგრამ გარკვეული პროცენტული წილი იყოს ამორტიზებული, რომელსაც არასდროს არ გაუვლია ტექნიკური ინსპექტორება, არ მიდიან ეს ადამიანები ჩამოწერას არ აკეთებენ. აქედან გამომდინარე, თუ ამ ევროპულ სისტემას გადმოვიტანდით, მივხვდებით თუ რეალურად რამდენი მანქანა მოძრაობს მართლა ქუჩაში და შემდგომ უკვე ჩამოიწერებოდა ის ავტომობილები, რომლებიც ესე რომ ვთქვათ, ქუჩებში არიან მიყრილები, იგივე ბათუმის მაგალითს გავიხსენებდი, რამდენიმე თვე რაც ბათუმის მერიამ დაიწყო აღსრულება, ეგრეთ წოდებული მიტოვებული ავტომობილების
წყლობით არიან ავტომობილები საპარკინგი ადგილებზე და ეს ქმნის ძალიან ბევრ პრობლემას. პირველი ის, რომ საპარკინგი ადგილი იკარგება ქალაქის ქუჩებში, მეორე ის, რომ დაბინძურებული ხდება გარემო, ეს ამორტიზებული ავტომობილი სხვადასხვა შეიცავს ხო ეს ძრავის სხვადასხვა საპყროს საშუალებებს და ეს შემდგომ ბინძურდება ეს მიწის საფარი და ასე შემდგომ. აქედან გამომდინარე, კარგია თუ მსგავსი სისტემების ჩამოვა, მარტივად მოვახერხებთ გაკონტროლებას სტატისტიკის და მარტივად მოვახერხებთ იმას, რომ დაჯანებდნენ ის ცხოველები, რომლებიც არ გაატარებენ პერიოდულ ტექნიკურ დათვალიერებას. და ასე მომენტებს ბათუმზე თქვით თქვენ, რომ ეს მიტოვებული მანქანების შემთხვევაში მიღებული ესე ვთქვათ ახალი სიყრმე ჩვენს ქვეყანაში თბილისში, ანუ ყველგან მოქმედებს თუ მხოლოდ ბათუმი იგულისხმეთ ამ შემთხვევაში? ზოგადად კანონმდებლობაში გვაქვს ეს საქართველოს კანონმდებლობაში, თუმცა აღსრულების ნაწილი არის მნიშვნელოვანი. ბათუმმა დაიწყო, თუმცა როგორც მაქვს ინფორმაცია თბილისში დაწყებულია და უკვე მკაცრდება არა მარტო ამ კუთხით, არამედ მკაცრდება რეგულაციები და იწყება მონიტორინგი და ინსპექტირება იმ ადგილებში, სადაც არის დაყრილი ეგრეთ წოდებული მეორადი საბურავები, იგივე მიტოვებული საავტომობილო ნაწილები, იგივე საბურავებიც ერთ-ერთი ძალიან მავნე ნივთიერება შეიცავს, რომელიც ჯანმრთელობისთვის ძალიან ცუდია. შესაბამისად უნდა იყოს განთავსებული დასულ ტერიტორიაზე, სადაც არ მოხდება ეგრეთ წოდებული სხვადასხვა ნაერთების გამოყოფა მისგან, ასევე მნიშვნელოვანი არის ის ფაქტი, რომ აღსრულება გაიზრდება იმ ტერიტორიებზე, სადაც არის ეს მეორადი ავტომობილები დაჭრილი, დაყრილი და მოკლედ ყოველგვარი პატრონის გარეშე ამიტოვებული და ამის მონიტორინგის იქნება და საკმაოდ სოლიდური სანქციები და ჯარიმები ამაზე დაწესებული და ვფიქრობ, ის კანონმდებლობაში ჩანაწერი, რაც ადრე გაჩნდა და ამის აღსრულება რომ იწყება, ეს კარგია, თუმცა საქართველოს არ არის მარტო ორი ქალაქი, ბათუმი და თბილისი, და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია რეგიონების გააქტიურება და ყველგან მოხდეს მონიტორინგის და ინსპექტორების სისტემის დანერგვა. ბატონო ირაკლი, ასევე მაინტერესებს ხმაურის დაბინძურებასთან დაკავშირებით თქვენ რას ვთქვით, ეს ერთ-ერთი ჩემთვის ალბათ ყველაზე სასიხარულო სიახლე არის, რადგან დამონტაჟდება თქვენ თქვით სპეციალური ხმის, ასე ვთქვათ, მარეგულირებელი, არ ვიცი სწორად როგორ უნდა ვთქვა, რომელიც დააფიქსირებს ავტომობილის, ასე ვთქვათ, ხმაურის დონეს. მოკლედ, პირველი ეტაპი არის ის, რომ გარკვეულ ტექნიკის შესყიდვასთან გვაქვს საქმე, თუმცა როგორც მაქვს ინფორმაცია, პირველი ეტაპით მოხდება თვითონ ეკიპაჟის მიერ გაკონტროლება შესაბამისი მოწყობილობის მიერ, როგორც არის მაგალითად იგივე ნავსთან მდგომარეობაში რო ვაჩერებთ ადამიანს და ხო ამოწმებთ, ანუ იგივე აპარატის სისტემით მოხდება გადამოწმება, თუმცა მომდევნო ეტაპები ჯერ არ არის დაანონსებული და ვფიქრობ, კარგია და უმჯობესია არა მარტო ადამიანის მიერ იყოს ეს კონტროლებადი, არამედ დამონტაჟების თანამედროვე სისტემები, სადაც მარტივად როგორც იგივე ვიდეო ჯარიმების შემთხვევაში არის გადაჭარბებაზე არ ვაჩერებთ მანქანას, არამედ ავტომატურად ხდება დაჯარიმება, ასე მოხდეს ავტომატურად იგივე ამ ხმაურის დაბინძურების შემოწმება და იგივე თუნდაც გამონაბოლქვის შემთხვევაშიც ხო არის შესაბამისი სპეციალური ეკიპაჟი შექმნილი, აღჭურვილობა გააჩნია, დააჩერებენ, თუმცა ესეც ვფიქრობ არ არის მაინც საკმარისი, იმიტომ რომ ქუჩებში მაინც ვხედავთ თეთრი ან რა ვიცი მუქი კვამლით ავტომობილებს, ამიტომ გარკვეულ მონაკვეთებში, სადაც ხდება ქალაქის შემოსასვლელი და გასასვლელი არის, აქაც შეიძლება გამოვიყენოთ ის თანამედროვე სისტემები, როგორც ხმაურზე, სადაც ავტომატურად ხდება იმ ავტომობილის დაფიქსირება, რომელიც გამოყოფს ეგრეთ წოდებულ გამონაბოლქს და იგივეა ზუსტად იგივე პრინციპი მოქმედებს ხმაურთან მიმართებაში და ეს გაზის რა თქმა უნდა აღსრულებას და გაზის უსაფრთხო გარემოს ზოგადად ქალაქში. ეს დანადგარები ჯერ არ გვაქვს ხო აბოდიშიანი, მაგრამ იგეგმება დაახლოებით რავადასთან არის დაკავშირებული. ინსტრუმენტები და დანადგარები, თუმცა ეკიპაჟების მიერ როცა დაიწყება აღსრულება და თუ იქნება საჭიროება, ვფიქრობ, რომ აუცილებელი იქნება მისი დანერგვა. ეს პირდაპირ გაგებით იმას ნიშნავს, რომ ეგრეთ წოდებული ხმის მოხსნილი მანქანები, გულში წელს რომ ეძახიან, ასეთი მანქანები ღამის შუაღამეს აღარ გაგვაღვიძებენ. ეს ძალიან კარგია, თუ ამას მივახცევთ. ბატონო ირაკლი, თქვენ ახსენეთ ორბორბლიანი სატრანსპორტო საშუალებები. ამაზეც ვთქვათ, ეს ხმის მიმართულება მათზეც მოქმედებს თუ არა, იმიტომ რომ ასე თუ ისე ისინიც გამოყოფენ იმ უსიამოვნო არაზასიამოვნო ხმას განსაკუთრებით კი ბატონო და ასევე ისიც უთხრათ მაყურებელს სხვა დანარჩენი ვიდეო ჯარიმები იქნება იგივე თუ სანქციები მოქმედებს თუ არა საგზაო შემთხვევებში ორბორბლიან სატრანსპორტო საშუალებებს. მოკლედ რა თქმა უნდა ზოგადად კანონმდებლობა ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე მოქმედებს და ითვალისწინებს, თუმცა აქ შემდგომ შესამავსე ბრძანებულება იქნება და არის, რომელიც კატეგორიების მიხედვით დაყობს თუ რა ხმაურის დონეზე უნდა მოხდეს დაჯარიმება ამ ავტომობილების იქნება თუ სხვა სატრანსპორტო საშუალებების იგივე ორბორბლიანი სატრანსპორტო საშუალებების
გარკვეული დეციბელები არსებობს, შესაბამისად ტერიტორია უნდა იყოს გადაყვანილი, სადაც ხმაური არ არის, ამ ხმауრის პირობებში იზომება და ზუსტად არის ტექნიკური რეგლამენტით ეს ყველაფერი განსაზღვრული, რა თქმა უნდა, ყველას ეხება. და ანუ ფაქტიურად მოხდეს ისე უნდა რომ ვერ მოახერხოს ადამიანმა გარკვეული манипуляციებით მაინც შეინარჩუნოს ეგრეთ წოდებული ხმაურით გადაადგილება. რაც არის მანქანამ წარმოებლის მიერ დაშვებული, შეიძლება ჩაითვალოს დადებით მხარეთ, ანუ მიეცეს მას საშუალება გადაადგილების, თუმცა ხელოვნური ჩარევებით და შემდგომ უკვე გაძლიერებული ხმები, რაც რეალურად არა მარტო ხმას, არამედ ალბათ თქვენს გიგზნიათ ვიბრაციასაც იწვევს, ხო, აი შენობაში ვზივარ და ფაქტობრივად ზანზარებს შენობა. როცა ავტომობილი იქნება თუ იგივე ორბორბლიანი სატანძო საშუალება მაღალ ხმაურზე მუშაობს და აქედან გამომდინარე ვფიქრობ ეს კარგი ინიციატივაა და რაც შეეხება თვითონ მოპედებზე მინდა ვისაუბრო. ბოლო პერიოდში რა თქმა უნდა გაიზარდა მოპედების რაოდენობა, სწრაფად იზრდება, მით უმეტეს რასაც ვუყურებთ ახლა დინამიკას, ძირითადად დასაქმებულები არიან მიწოდების სერვისში ეს მოპედები და მათი გადაადგილება მიუხედავთ იმისა, რომ თბილისის მერიამ გადადგა ნაბიჯი და საავტობუსო ზოლებში დაუშვა მათი მოძრაობა, ჩვენ კი ვეწინააღმდეგებოდით, რადგან სატრანსპორტო საშუალებაა ჩვეულებრივად მოპედი და სავალ ნაწილზე უნდა იყოს როგორც სატრანსპორტო საშუალება და არ უნდა შექმნილიყო ავტობუსებთან ესე რომ ვთქვა, არ უნდა შესულიყო და აქედან საფრთხეც იგრძნობა ამას საკითხით, იმიტომ რომ არაერთხელ მოხდა ხო ორბორბლიანების მოპედების მოჭარბებული საფრთხეა, ვინაიდან საგზაო მოძრაობის წესების დაცვა მოიკოჭლებს ამ კუთხით, ერთი ეს, მეორე აღსრულების მექანიზმებიც მოიკოჭლებს, ვინაიდან მათ სანომრე ნიშნები წინ არ უყენიათ და კამერას უჭირს მათი იდენტიფიკაცია და აღქმა და აქედან გამომდინარე ჯარიმები ვერ ეწერება და ამით სარგებლობენ ეს ადამიანები და ფაქტიურად წითელზე გადიან, ველობილიკებზე დადიან, არ ვიცი, ძალიან საშინლად შეიძლება მოსახლეში ისე შემოგივარდეს, რომ ვერც დაგინახოთ. და ძალიან ბევრი მძღოლი ყავს კიდევ უცხოელი, რომელიც რეალურად ვერ ფლობს ქართულ კანონმდებლობის შესაბამისად საგზაო ნიშნებს, იქ არ იციან მოძრაობის წესები და სრულიად კატასტროფა ხდება და ვფიქრობ რაღაც არის მოსაფიქრებელი ამ მოპედების კუთხით. ეს ერთი, მეორე პირადად მე მქონია შემთხვევა, როცა ავტობუსის ზოლში მათ აქვთ უფლება მოძრაობის, მიადგება გაჩერებაზე ავტობუსს, მაგრამ ვინაიდან ახლა ადამიანები უნდა ჩასხდომა და გადმოსხმობა მიმდინარეობს, დროის დაკარგვა არ უნდა, სადღაც ხო ეჩქარება და გადადის მარცხენა მხარეს, საშინელ მანევრირებებს აკეთებს, საავარიო სიტუაცია იქნება და ისევ ავტობუსის ზოლში ბრუნდება, ანუ წინ უხდება ავტობუსს. აქედან გამომდინარე, დასაფიქრებელია თუ კიდევ მოიმატეს მოპედების რაოდენობა ქალაქში, მაშინ ვფიქრობ, რომ არ უნდა შევუქმნათ ჩვენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს პრობლემა და პირიქით ავტობუსმა თავისუფლად უნდა იაროს. მოქალაქეები იმისთვის იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომ ალტერნატივა შევქმნათ ზოგადად როგორც თბილისში, ასევე სხვა ქალაქებში, იმისა რომ თუ ავტომობილების რაოდენობა ყოველ წელს 8-10%-ით იზრდება, ამ ქუჩებს ვერ გავგზით ჩვენ უსასრულოდ, აქედან გამომდინარე ალტერნატივა არჩევა უნდა ქონდეს ადამიანს, აერჩიოს ტრანსპორტი უსაფრთხო, სწრაფი და კომფორტული და თუ მოპედების რაოდენობა გაიზრდება და პრობლემები და ჩიხი შეიქმნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების კუთხით, მაშინ მოსაფიქრებელი იქნება ის, რომ უნდა გავაუქმოთ ეს რეგულაცია და ისევ დაუბრუნოთ გზის ნაწილს. ბატონო ირაკლი, ძალიან საინტერესოა და ხშირად ჩვენ მძღოლებმა კარგად არ ვიცით საჯარიმო სანქციების სისტემა, ზოგადად როგორ მუშაობს. ჩვენ ეთერს მიღმაც ვსაუბრობდით ამაზე. მაშინ, როდესაც ჯარიმა გვეკისრება, აღმოჩნდა, რომ ვიდეო ჯარიმის შემთხვევაში ვადა გადაცილებაზე არ იმატებს ჯარიმის ოდენობა. რა შემთხვევაში იმატებს, რა შემთხვევაში არ იმატებს და დასანქცირებული, ანუ ყადაღაზე გასული მოცემულობა რა შემთხვევაში იქცევა მძღოლისთვის პრობლემად, ანუ უკვე ხელშესახებ პრობლემად. პირველ რიგში, ანუ ვიდეო ჯარიმასთან დაკავშირებით, როცა ჯარიმდებით ჩაბარება უნდა მოხდეს, როგორც წესი, საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ამას, თუმცა ბოლო წლების პრაქტიკამ რასაც ჩვენა ხშირად ვერ ხდებოდა ჩაბარება, იმიტომ რომ ადამიანი ცხოვრობს ერთგან, მაგრამ მიწერილია მეორეგან, აქედან გამომდინარე ხშირი იყო თვეობით ხდებოდა ფაქტიურად ჩაბარებაზე სიარული. აქედან გამომდინარე მიიღეს გადაწყვეტილება ვიდეო ჯარიმების გამოქვეყნების პრინციპის, ანუ პოლიჯიზე არსებობს ვებგვერდი, სადაც გამოქვეყნდება ოფიციალურად და კანონმდებლობით, როცა გამოქვეყნდება ეს ვიდეო ჯარიმა, ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად მოქალაქეს ჩაბარებულად ეთქვება.
აქ შეგვიძლია მარტივად ვნახოთ, ანუ გამოქვეყნებულ ვიდეო ჯარიმებში რამე ხომ არ გაგვეპარა და გადავამოწმოთ ჩვენი სამემრე და პირადი ნომრი და ამოგვიგდებს თუ რა თქმა უნდა არ ჩაგვბარდა და გამოქვეყნებული არის ჩვენი ჯარიმა. ამ შემთხვევაში არის ისე 30 დღიანი ვადა და თუ 30 დღიან ვადაშიც უკვე აღარ გადავიხდით ამ ჯარიმას გამოქვეყნებიდან, სახელმწიფო თვლის რომ ჩვენ არ ვიხდით ამას შეგნებულად და გადადის აღსრულებაში. აღსრულებაში გადასვლას უკვე თავისი ხარჯები გააჩნია და უკვე იზრდება ამ ჯარიმის ხარჯები. აქედან გამომდინარე მოქალაქეების ყურადღება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხშირ შემთხვევაში მოქალაქეებიც აფიქსირებენ იმას, რომ SMS-ები არ მოძდით და ესეც შეიძლება არ ვიცი იყოს პრობლემა იმისა, რომ სხვაზე იყოს ტელეფონი რეგისტრირებული ან ავტომობილია სხვაზე რეგისტრირებული, მაგრამ მართვის მოწმობა სხვას აქვს და ასე შემდგომ, ანუ გარკვეული სხვადასხვა მიმართულებები არსებობს ამაშიც, თუმცა მაინც მოქალაქეები მინდა ფრთხილად ვიყოთ და გადავამოწმოთ ხოლმე ეს ჯარიმები, რომ ესე უსასრულოდ არ გაიზარდოს. თუმცა ყველაზე ისეთი გადაწყვეტილება რაც მიიღეს, კარგი იყო ის, რომ ამნისტია შეეხო ფაქტიურად 2025 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება არის, სადაც ეს დაგროვებული ჯარიმები ვისაც აქვს და დაყადაღებული აქვს ყველაფერი და მოკლედ უსასრულოდ ვერ ხდება ამ პრობლემის მოგვარება და ვიცით რომ ეს ყადაღის მოხსნა იქ სასამართლოს ხარჯები, მთელი პროცედურებია და ყველა ამას ვერ აკეთებს ყველა ადამიანი, შეიძლება იგი იურისტის დაჭირდეს ხომ. აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი მოიხსნება და თუ იმ რეალურ ჯარიმას რაც აქვს გადასახდელი და დაგროვებული და ამას გადაიხდეს, ამ შემთხვევაში ავტომატურად ხდება განულება ამ ყველაფრის და უბრუნდება მართვის მოწმობა. რა თქმა უნდა, იყო საუბარი და არის ასევე გადანაწილებაზე, რომ ერთიანად შეიძლება ვერ გადაიხადოს ადამიანმა, ხო, 2-3 ლარი, აქედან გამომდინარე გადანაწილდება და განაწილებული პერიოდის დაფარვის შემდგომ მას დაუბრუნდება მართვის მოწმობა. კი ბატონო. და ესე ბატონო, მაინტერესებს ვისაუბროთ, რადგან ჯარიმებზე ვსაუბრობთ, ხოლმე ეს მაინც ასე თუ ისე ადამიანებს შეიწევს რაღაცნაირ ნეგატიურ დამოკიდებულებას, რადგან უფრო მეტი ესე რომ თქვა ფასის გადახდა უწევთ მათ, მაგრამ რეალურად ჯარიმების მნიშვნელობაზე მინდა რა თქვენ მათ ესე რომ თქვა თავარი დანიშნულება შეახსენოთ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ეს ჯარიმების ზრდა არ არის დაკავშირებული მხოლოდ უბრალოდ იმასთან, რომ ადამიანებმა მხოლოდ მეტი თანხა გადაიხადონ, ალბათ არის კონკრეტული მიმართულებები და კონკრეტული პრობლემები, რაც კიდევ უფრო გამკაცრებას ეს ჩემი აზრით იმსახურებს, იმიტომ რომ რაღაცნაირად ყველამ უნდა გავიგოთ, რომ ფეხით მოსიარული ადამიანი არის პრიორიტეტი ამ შემთხვევაში. ასევე ფეხით მოსიარულს ეკისრება ის ვალდებულება, რომ ხელი არ შეუშალოს, ასე რომ ვთქვათ, სატრანსპორტო საშუალებას, ეს თანხმედრაში რადგან არ მოდის და ამდენი დაზარალებული და ასე რომ ვთქვათ, ცუდი ფაქტი არსებობს, ამიტომ ხდება რაღაცნაირად ჯარიმებთან ერთად ამ ყოველფრის კონტროლი, ხომ და თქვენ უკეთესად მინდა რომ ჩვენს მაყურებელს შეახსენოთ, რომ მათი პასუხისმგებლობა რა არის. მოდით ასე დავიწყოთ. პირველი ის, რომ ზოგადად ჯარიმების გაზრდა ხდება და ეს მიდგომა, ამ მიდგომას უწოდებენ ხის მიდგომას და იყენებს ძალიან ბევრი ქვეყანა, იმიტომ რომ როცა საგზაო შემთხვევები იზრდება, უკვე ზდიან ამ ჯარიმებს, სანქციებს, იგივე თუნდაც ნასვამობაზე ჩვენ გავამკაცრეთ ხო ერთი ნაწილი ის, რომ მაგალითად დაბრუნება აღარ შეგვიძლია ნახევარი ვადის გასვლის მერე ეს ამოვიდა ეს მუხლი საერთოდ კანონმდებლობიდან, თუმცა პირიქით ქვეყნები არა მარტო ამ მიმართულებით ამკაცრებენ, არამედ სისხლის სამართლებრივ დანაშაულად თვლიან ნასვამობას და რაც შეეხება ჯარიმების ნაწილში, მნიშვნელოვანი არის ის, რომ არა მარტო ფულადი სანქცია უნდა იყოს, შესაძლებელია ფულადი სანქცია არ გაიზარდოს, მაგრამ გავზარდოთ ისეთი მიდგომები და აღსრულების მექანიზმები, რომლებიც უფრო ეფექტური იქნება. მაგალითად, მოვიყვანდი მაგალითს, ჩვენთან ყველაზე დიდი პრობლემა არის სიჩქარის გადაჭარბება, ვიცით და წლიდან წლამდე ყველაზე მეტი ადამიანის, ესე რომ ვთქვათ, შეშემპირად ქცევა და შესაბამისად გარდაცვალება ხდება ზუსტად სიჩქარის გადაჭარბებით. სიჩქარის გადაჭარბება არის მიზეზი იგივე ფეხით მოსიარულეთა სიკვდილიანობის, რომელიც გაზრდილი არის სამწუხაროდ 2025 წლის მონაცემებით, რაც წინა წლებში საერთოდ არასდროს არ დაფიქსირება, ორმაგი სამაგი მატებაა ფაქტიურად ფეხით მოსიარულეთა სიკვდილიანობის. აქედან გამომდინარე არის ის სისტემები, რასაც ქვია მაგალითად გოლათა სისტემა, რომელიც ამ გარკვეული წლების უკან მივიღეთ და ჩვენს მიერ იყო შეთავაზებული სახელმწიფოსთვის, მე ხარი დაუჭირეთ მას საპარლამენტო მოსმენებზეც და ეს გოლათა სისტემის იმედი გქონდა ჩვენ ამ სფეროში მომუშავე ადამიანებს, რომ ეს რაღაცა გარდამტეხ შედეგამდე მიგვიყვანდა, თუმცა მისი განვითარება ვერ მოხდა ბოლომდე. წარმოვიდგინეთ, ყველაზე მეტი ადამიანი თუ სიჩქარის გადაჭარბებით კვდება, მაშინ გოლათა სისტემა რატო არა გვაქვს მიბმული სიჩქარის გადაჭარბებაზე, ხო? მარტო ფულადი სანქციების გაზრდა ვერ იქნება, ვერ მოგცემს შედეგს, უნდა იყოს გოლათა სისტემის მიბმა ეგრეთ წოდებულ ვიდეო ჯარიმებზე. ყველაზე ესე რომ ვთქვათ, იუმორულად, როგორ შეიძლება გამოვხატო, რომ
ქულათა სისტემაზე წარმოიდგინეთ ჯარიმა გაიზარდა 50-დან 100 ლარამდე სიჩქარეზე და იქვე კანონმდებლობაში ხდება ჩანაწერი, რომ 20 ქულამდე გაიზარდა სიჩქარის გადაჭარბება და ვის ვაკლებთ ამ ქულას რეალურად, იმიტომ რომ ვიდეო ჯარიმებით ჯარიმდება მარტო ადამიანი პატრული ვერ აჩერებს, სიჩქარეზე ჯარიმას ვერ უწევს. ანუ მხოლოდ სიჩქარეზე ვიდეო ჯარიმით ჯარიმდება, შესაბამისად ქულა არ აკლდება და მაშინ ვის მოვუმატეთ ეს ქულა რომ ჩამოვაკლოთ. ხო, აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი არის სწრაფად გადაიდგას ნაბიჯები და არა მხოლოდ სხვადასხვა მოსახლეობაშიც უკეთესი დამოკიდებულება იქნებოდა ის რომ ეხა როგორც თქვენი საუბრით 50-დან 100 ლარი რო ხდება, შეიძლება ბევრს ეგონოს რომ აი ეს ხდება ბიუჯეტის შესავსება და ასე შემდგომ და თუ პირიქით სხვა მიდგომას გამოვიყენებდით, შეიძლება უფრო ეფექტური ყოფილიყო. ეს არის ქულათა სისტემის მიღება, სადაც ვერ იტყვის ადამიანი ეხა ქულებს რატომ აკლებს სახელმწიფო. აქედან გამომდინარე ბევრი არის აღსრულების მექანიზმებზე კიდე კი საფიქრებო. ბატონო, ასე რომ 100 ლარი კი არ არის პრობლემა, ვუსურვოთ რომ არც ის 50 ლარი არ ყოფილიყო, ესე რომ ვთქვათ, მათი გადასახადი და საერთოდ არ დაჯარიმებულიყვნენ ისე ემგზავრებულნი. მშვიდობიანად ვიმოძრაოთ. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ირაკლი, მაყურებელს შევახსენებთ რომ ირაკლი იზორია ფონდის პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის დირექტორი გახდა ჩვენი სტუმარი და 2026 წლის ახალ სანქციებს, განახლებულ სანქციებზე ვსაუბრობდით.